კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. დღეს ჩვენ მოგიყვებით ერთ დაუსრულებელ მისიაზე, ორ ტექნოლოგიურ გიგანტსა და დაკარგულ პაზლის ნაჭერზე, რომელმაც შეიძლება ინტერნეტის მომავალი სამუდამოდ შეცვალოს. მზად ხართ? მოდით პირდაპირ მთავარი კითხვით დავიწყოთ. რა დარჩათ ბიტკოინისა და ეთერიუმის გენიოს შემქმნელებს დაუსრულებელი? რა არის ის ფუნდამენტური პრობლემა, რომელმაც მათი რევოლუცია, ასე თქვათ, ნახევარგზაზე შეაჩერა? ამ ისტორიის თავარი გმირები არიან სატოში ნაკამოტო და ვიტალიკ ბუთერინი, მაგრამ ისინი უბრალოდ გამომგონებლები არ არიან. ისინი არიან ადამიანები, რომელმაც დაიწყეს რაღაც წარმოუდგენელი, მაგრამ საბოლოოდ თითოეულმა მათგანმა დატოვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაკარგული ნაწილი. მოდით დავიწყოთ პირველი გიგანტით. სატოში ნაკამოტომ ფაქტობრივად სამყაროს ახალი გული აჩუქა, მაგრამ ამ გულს ერთი დიდი პრობლემა ჰქონდა. სატოშის გენიალურობამ შექმნა ბიტკოინი, დეცენტრალიზაციის გული. მან ყველას დაუმტკიცა, რომ ფული შეიძლება არსებობდეს ბანკების და მთავრობების გარეშე. მაგრამ ეს იყო გულის, სხეულის გარეშე. ხვდებით? ბიტკოინი ფოკუსირებული იყო მხოლოდ ღირებულების შენახვაზე, ციფრულ ოქროდყოფნაზე. მას არ ჰქონდა ცოცხალი ეკოსისტემა, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, იმუშავებდნენ და შექმნიდნენ. ეს მეტაფორა, ფიქრობ, იდეალურად აღწერს სიტუაციას. ბიტკოინი დაემსყავსა სეიფში გამოკეტილ განძს. კი, ძალიან ღირებულია, მაგრამ აბსოლუტურად იზოლირებული. მას უბრალოდ არ აქვს ხელები და ფეხები, რომ გამოვიდეს და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს. კარგი, ახლა გადავიდეთ ჩვენს მეორე გმირზე, ვიტალიკ ბუტერინზე. მან აიღო სატოშის გული და მას ტვინი დაამატა. მაგრამ ამ პროცესში, ალბათ გაუცნობიერებლად, მან კიდევ უფრო დიდი ფარული საფრთხე შექმნა. ვიტალიკმა ეთერიუმითა და სმარტ კონტრაქტებით ბლოკჩეინს ფაქტობრივად აზროვნების და მოქმედების უნარი მისცა. ეს იყო რევოლუციური ტვინი. მაგრამ აი სადაა მთავარი პრობლემა. ეს გენიალური, დეცენტრალიზებული ტვინი სხვის სხეულში ცხოვრობს. ის ცდილობს ააშენოს ახალი თავისუფალი ინტერნეტი, Web 3.0, მაგრამ ამას აკეთებს ძველი, ცენტრალიზებული Web 2.0-ის ინფრასტრუქტურაზე. ანუ ისევ Amazon-ის და Google-ის სერვერებზეა დამოკიდებული. და ეს, მეგობრებო, არის ფატალური ხარვეზი. აბა რა აზრი აქვს დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნას, თუ მათი საძირკველე, მათი ფუნდამენტი ისევ რამდენიმე ტექნოლოგიური გიგანტის ხელშია? დაფიქრდით, ეს ხომ მთელი სისტემის აქილევსის ქუსლია. თუ ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე ტექ გიგანტი გადაწყვეტს და ასე ვთქვათ, შტებსელიდან გამორთავს ეთერიუმის სერვერებს, მთელი ეს დეცენტრალიზებული სამყარო შეიძლება წამებში გაქრეს. ტვინი უბრალოდ ენერგიის წყაროს გარეშე დარჩება. მოკლედ, რა მივიღეთ? ერთი მხრივ გვაქვს გული სხეულის გარეშე, მეორე მხრივ კი ტვინი, რომელიც სხვის სხეულში ცხოვრობს. პრობლემები ნათელია. ახლა კი დროა ვნახოთ გამოსავალი, რომელსაც გვთავაზობს პროექტის სახელად WebGold. და იცით რა არის აქ ყველაზე საინტერესო? ეს პროექტი პირდაპირ მომხმარებლებს მიმართავს. იდეა ისაა, რომ ამ ახალი სამყაროს შექმნაში თითოეული ჩვენგანი მონაწილეობს. სწორედ თქვენ ხართ ის, ვინც ამ გაფანტულ ნაწილებს ერთ დიდ სურათად აერთიანებს. მაშასე WebGold-ის გეგმა სამი მთავარი ნაბიჯისგან შედგება. პირველი, შევქმნათ ძლიერი სხეული, ანუ სრულფასოვანი ეკოსისტემა, ყველა საჭირო ინსტრუმენტით, სადაც ადამიანებს კომფორტულად ცხოვრება შეეძლებათ. მეორე, ამ სხეულს უნდა კონდეს საკუთარი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა, რომ სამუდამოდ გავთავისუფლდეთ Big Tech-ის მონობისგან. და მესამე, ყველაზე ამბიციური ნაწილი, დაემატოს ოქროს მასა, ანუ სისტემას მიენიჭოს რეალური შინაგანი ღირებულება, რაც წყაროს მიხედვით არც ბიტკოინს და არც ეთერიუმს სრულად არ გააჩნია. კი, მაგრამ როგორ უნდა გავთავისუფლდეთ Big Tech-ისგან? პასუხი არის ტექნოლოგია, სახელად DeepHini. მარტივად რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ, რომ Amazon-ის გიგანტური სერვერების ნაცვლად ინფრასტრუქტურას ქმნიან ათასობით და მილიონობით ჩვეულებრივი ადამიანი მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოუყენებელ კომპიუტერულ რესურსებს. DeepHini არის კოლექტიური, ხალხის მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა, რომელსაც ერთი ცენტრალური მმართველი არ ჰყავს. კარგი. გვაქვს გული, გვაქვს ტვინი და ახლა უკვე გვაქვს გეგმა, თუ როგორ შევუქმნათ მათ საკუთარი დამოუკიდებელი სხეული. მოდით ვნახოთ, რა არის ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი. რას ვაშენებთ სინამდვილეში? ეს ციტატა, ფიქრობ, ყველაფერს ამბობს. სატოშიმ გააღო კარი ახალი სამყაროსკენ. ვიტალიკმა ამ სამყაროში წითელი ხალიჩა გაშალა. ახლა კი ამბობენ, რომ WebGold-ი ოქროს სასახლეს აშენებს. ეს არის მისია, შეიქმნა სრულად დამოუკიდებელი ღირებული და თავისუფალი ციფრული სამყარო. თუმცა მთავარი კითხვა ისევ ღიად რჩება. არის კი ეს ის დაკარგული პაზლის ნაწილი, რომელიც ინტერნეტს საბოლოო თავისუფლებას მოუტანს, თუ ეს უბრალოდ მორიგი ამბიციური ოცნება? ამაზე პასუხს ალბათ მხოლოდ დრო გვიჩვენებს.